სახესის იზოლატორთან სამოქალაქო აქტივისტი ალბი კორძაია საკუთარი ფეხით მივიდა და დარეკა პოლიციაში და მოითხოვა დაკავება მას შემდეგ რაც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება ალბი კორძაიას ადმინისტრაციული 5-დღიანი პატიმრობის შესახებ. სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე და ბიძინა ჟამერაშვილი პოლიციელი დაობდა შეურაცხყოფას ალბი კორძაიას მხრიდან. ჟამერაშვილი არის მათედევიძის საქმეში სავარაუდო ცრუ პოლიციელი და 28 ივნისს, როდესაც აქტივისტი ალბი კორძაია შეხვდა მას ბათუმში, გადაწყვიტა ეთქვა, რასაც ფიქრობდა, გადაიღო ამის ვიდეო და სწორედ ამის შემდეგ 2 დღეში უკვე ბიძინა ჟამერაშვილმა უჩივლა ალბი კორძაიას. ბათუმის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტივისტის 5-დღიანი პატიმრობის შესახებ. ალბი კორძაია ახლა საკუთარი ნებით ელოდება უკვე როდის ჩასვამენ მას 5-დღიან პატიმრობაში. რა ხდება ქალბატონო ალბი, რა შემთხვევა არის? ზახესის იზოლატორში შემოსახლონ დიღომში. ეხავიკე? ზახესში დიღომში რომ შემოსახლონ. და რატო გჭირდება შესაძლებლობა? იმიტომ რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში გუშინ მორჩა პროცესი და განაჩენი არის 5 დღე პატიმრობა და რა ვიცი აქ ვარ და ველოდები რა. ანუ გნებავთ რომ დაგაკავოთ? დიახ. განაჩენი გამოცხადად დღეს იყო ჩემი სასამართლო, მიცავდა სახაზინო ადვოკატი, რომელმაც გადმომცა ინფორმაცია, რომ მომისაჯოს პატიმრობა 5 დღის ვადაში. თემა არის ბიძინა ჟამერაშვილი. ბათუმის ორფში შემხვდა სულ შემთხვევით, თურმე ჩემს სართულზე ისვენებდა, ლიფტებთან შეხვდით ერთმანეთს და შევახსენე ცრუ ჩვენება, შევახსენე მათედევიძე, უთხარი ის, რასაც მასზე ვფიქრობდი. გინება არ ყოფილა, მე დავებიან სავარაუდო სიტყვა ნამუს გარეცხილს, წყევლას მიწაში იარე, ტუტუცოს ალბათ მეტი არაფერი არ ყოფილა ის. ვინაიდან და რადგან დღეს სასამართლოში მისვლას მართლა აზრი არა აქვს არანაირი, იმიტომ რომ ყველამ ვიცით რომ მოგვისჯიან, ყველამ ვიცით რომ ჩავჯდებით. სასამართლოში მისვლას აზრი არ აქვს და თუ განაჩენი ესეთია და ესეთ სისტემაში ვცხოვრობთ დღეს, უკვე გამოდის რომ ფაქტის წინაშე ვართ და უნდა მოვიდეთ პირდაპირ ადგილზე, სადაც უნდა დაგვაკავონ და გადაგვიყვანონ პატიმრობაში. აქტივისტი ალბი კორძაიას შემთხვევაში ივნისიდან მოყოლებული ბოლო 1 თვეში ეს არის უკვე მეორე პატიმრობა. ივნისის დასაწყისში მას 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს თეატრულკიანის შეურაცხყოფის საქმეზეც, როდესაც თეატრულკიანს მან ხმის გამაძლიერებლით რუსეთის მონა ეძახა. ამჯერად უკვე შეურაცხყოფისთვის ალბი კორძაია 5-დღიან პატიმრობაში იქნება და მომჩივანი იყო სავარაუდო ცრუ პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი.